Solidarობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს სამოქალაქო აქტივისტს, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის რეჟიმმა საბჭოთა სისტემის ყველაზე მძიმე მექანიზმისა და მსჯელო ფსიქიატრია ამუშავა. Solidarობა საზოგადოება ხვალ აქციით გამოუცხადებს. საპროტესტო მსვლელობა საღამოს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება. პედაგოგისა და აქტივისტის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ უკანონო ვერდიქტს იძულებითი მკურნალობის შესახებ ეხმაურებიან ქართველი ემიგრანტებიც. ლიზი ვეკუა უერთდება ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერს. ლიზი, რა გეგმები აქვთ აქციის ორგანიზატორებს და რა ფორმით ჩაერთვებიან ამ პროტესტში ემიგრანტები? დიახ, გიორგი, ხვალ საღამოს 8 საათზე სამოქალაქო აქტივისტები, ნინო დათაშვილის გულშემატკივრები, კოლეგები შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც გაიმართება სოლიდარობის აქცია დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის მიმართ, რადგან მას გუშინ გაირკვა, რომ დაუნიშნეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისგან დამოუკიდებლად და იძულებით, რამაც გამოიწვია ცხადია პროტესტის გრძნობა სამოქალაქო აქტივისტებში და ასევე იმ ადამიანებში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საპროტესტო აქციებში, რომელიც უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს ქართული ოცნების წინააღმდეგ და ეს მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ნინო დათაშვილის თვის სოლიდარობის გამოხატვა, სწორედ ამიტომ ისინი ხვალ საღამოს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან 1 საათის განმავლობაში გადაკეტავენ გზას ტრანსპარენტებით, პოსტერებით იქნებიან და გამოუცხადებენ სოლიდარობას დაკავებულ აქტივისტს, რომლის მიმართაც ისინი თვლიან, რომ ქართული ოცნება იყენებს ახალ რეპრესიულ მექანიზმს და ამით ცდილობენ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე თავად ნინო დათაშვილის სტიგმატიზირებას, დისკრიმინაციას და პროტესტის ხმის ჩახშობას. 4 აგვისტოს 8 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ბანერებით ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. ასეთი სახის ბრძოლა აქტივისტებთან არის საბჭოური მეთოდი. საბჭოთა კავშირის დროს ებრძოდნენ იმ ადამიანებს, ვინც ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო მეთოდია ბრძოლის და გარდა იმისა, რომ ნინო დათაშვილს გადაწყვიტეს, რომ ეს ექსპერტიზა ჩაუტარონ, ზოგადად ჩვენთან ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა არის ძალიან სტიგმატიზებული და ამ სტიგმის გაძლიერებასაც ემსახურება ეს. თითქმის მთელი ცხოვრებაა აქტივიზმშია და ყოველთვის სხვა ადამიანების უფლებების დაცვის სადარაჯოზე იდგა. ასევე ხვალ გვინდა ესე სიმბოლურად მისი მეგობრები და არა მარტო მეგობრები შევიკრიბოთ, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის უკანონობა, რაც საქართველოში ხდება, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების წინააღმდეგ და ახლა უკვე თვითონ ნინოს წინააღმდეგ. ის აბსურდი, რაც ახლა სისტემამ, ბოროტმა სისტემამ წამოიწყო, არის ნაცადი ხერხი, რომ ადამიანი, რომელიც გეწინააღმდეგება, გამოაცხადო გიჟად. ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებენ ემიგრანტებიც და მათ გაავრცელეს დღეს საერთო განცხადება, სადაც მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, რომ დააკვირდნენ და შეისწავლონ ნინო დათაშვილის საკითხი, რადგან ისინი თვლიან, რომ ახლა ქართული ოცნება ნინო დათაშვილის დასაშინებლად და დასამცირებლად იყენებს საბჭოთა რეჟიმის ხერხებს და ცდილობს, რომ მისი დისკრიმინაცია და სტიგმატიზირება მოახდინონ. ჩვენ დიასპორული ორგანიზაციები ჩვენს ადგილს ამყოფელ ქვეყნებში და არა მარტო მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველა ადამიანამდე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამდე, უფლებადამცველამდე, დემოკრატიული ინსტიტუტებამდე მივიტანოთ მათი სათქმელი და ვამხილოთ ბოლომდე, გავაშიშვლოთ დღეს არსებული ეგრეთ წოდებული ხელისუფალი საქართველოსი. ქართული ემიგრაციული ორგანიზაციების წარმომადგენლები გმობთ საქართველოში პოლიტიკური ფსიქიატრიის, როგორც საბჭოთა მავნე პრაქტიკის დაბრუნების მცდელობას. ჩვენი განცხადება მიმართულია როგორც საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიმართ, ასევე ხელისუფლებების მიმართ, რომლებმაც უნდა იმოქმედონ განსაკუთრებით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ არიან ამ პროცესში ჩართული. ესენი არიან მოსამართლეები, ესენი არიან პროკურორები და სხვა ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ წუთას ჩადიან ფაქტობრივად დანაშაულს, იმიტომ რომ ადამიანს წირავენ წამებისათვის. საგულისხმოა ის, რომ ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა საბჭოთა კავშირის რეპრესიების გაკვეთილები, არ იციან სავარაუდოდ ნაზი შამანაურის ისტორია, რომელიც აწამეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საბჭოთა რეჟიმს ამხელდა, დღეს ნინო დათაშვილი ამხელს ქართული ოცნების რეჟიმს. ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების საბჭოთა სტილის პროპაგანდას, რომელიც ნებისმიერ სიმართლის მხარეს მებრძოლ ადამიანს
განუცხადებს, რომ რახან შენ ჩვენ გვადანაშაულებ და გვამტყუნებ, ესე იგი ფსიქიკურად დაავადებული ხარ და შესაბამისად გაგიშვებთ საავადმყოფოში. და ფაქტობრივად ყველას ეუბნება, რომ ჩუმად იყავით, თორემ იგივე გირით თქვენც და გაგანადგურებთ. ეს არ უნდა დაუშვათ და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი გვერდში უნდა დაუდგეს ნინო დათაშვილს. ჯერჯერობით უცნობიათ, როდის გადაიყვანენ სამოქალაქო აქტივისტს პედაგოგს ნინო დათაშვილს სტაციონარში, რათა დაიწყონ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ის ვიცით, რომ ნინო დათაშვილის მორიგი სასამართლოს ხდომა არის 7 აგვისტოს ჩანიშნული, ასევე ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა შეიტანეს, სადაც აპროტესტებენ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მასწავლებლის წინააღმდეგ.